მოდი პირდაპირ დავიწყოთ, უბრალოდ წარმოიდგინე ერთი წამით ასეთი სურათი, ხო? ზიხარ შენს მონიტორთან. აი, ეკრანზე ციმციმებს წითელი და მწვანე ციფრები. კი, ძალიან ნაცნობი, სტრესული გარემოა ეგრევე. ხო, სტრესული, გრაფიკი ზევით ქვევით დახტის, გული საშინელად გიცემს, ხელის გულები გიოფლიანდება და უცებ აი წამების განმავლობაში ხედავ როგორ ქრება შენი ანგარიშიდან $10,000. ნულდება რა, აორთქლდა. ეგ რაღაცნაირად ყველაზე ცუდი კოშმარია ნებისმიერი ტრეიდერისთვის. ზუსტად. და ახლა წარმოიდგინე, რომ ამ დროს ხარ სულ რაღაც 17 წლის. ანუ $10,000 დაკარგვა ნებისმიერ ასაკში მძიმეა, ხო? მაგრამ 17 წლის ასაკში ეს ფაქტობრივად სამყაროს დასასრულს უდრის. 100%. ის პანიკა, ის ცივი ოფლი, ეს არის რეალობა, რომელსაც ამ სფეროში უამრავი ადამიანი აწყდება. კი, და სტატისტიკაც ხომ უმოწყალოა ამ მხრივ. ტრეიდინგში შემოსული ადამიანების 95% ფულს კარგავს, იმედგაცრუებული რჩება და საერთოდ ტოვებს ბაზარს. 95%. ეს ძალიან მკაცრი ციფრია, მაგრამ რეალურია. ხო და შენ როგორც მსმენელს ალბათ არაერთხელ გიფიქრე, აი, რა ჯანდაბაა საჭირო იმისთვის, რომ იმ გადარჩენილ ელიტარულ 5%-ში მოხვდე. რა საიდუმლოს ფლობენ ისინი, რასაც, ასე ვთქვათ, დანარჩენი მასა ვერ ხედავს. ეს ზუსტად ის კრიტიკული წერტილია, სადაც უნდა გავმიჯნოთ ჰოლივუდური ფილმების ილუზიები და ფინანსური ბაზრების დაუნდობელი მექანიკა. ანუ ფილმები გვატყუებს, ხო? კი, ნამდვილად. დამწყებთა უმეტესობამ ბაზარზე შემოდის სრაფი გამდიდრების იმედით, მაგრამ ბაზარი არ არის ქველმოქმედი. ის არის ძალიან ცივი, კარგად ორგანიზებული მექანიზმი, რომელიც ზუსტად ამ 95%-ის გამო უცდელობით იკვებება. კარგით, მოდი დეტალურად გავარჩიოთ ეს ყველაფერი. დღევანდელი ჩვენი სიღრმისეული განხილვის მისია სწორედ ამ 5%-ის ლოგიკის გაშიფრვაა. და ამისთვის ძალიან მაგარი წყარო გვაქვს. კი. დღეს ოთო მამუქაშვილის წიგნს განვიხილავთ. ხო, ტრეიდერის ევოლუცია. სწრაფი ფულის ილუზიიდან სტაბილურ შემოსავლამდე. ჩვენი მიზანია დავშალოთ ეს მასალა ნაწილებად და გავიგოთ მართლა, რა დგას ამ ამბიციური სათაურის უკან. სათაური მართლაც ამბიციურია, მაგრამ ქვესათაურიც ძალიან ზუსტია. სწრაფი ფულის ილუზიიდან სტაბილურ შემოსავლამდე. ანუ, აქ თეორიაზე კი არა, რეალურ პრაქტიკაზე ვსაუბრობთ. ქებატონო, მაგრამ სანამ უშუალოდ სტრატეგიებზე გადავალთ, ერთი რამ მინდა კითხო და ალბათ ჩვენს მსმენელსაც ეგუტრიალებს ახლა თავში. გისმენ აბა, რა კითხვაა? აი, წიგნის ავტორი. თავად არის ის 17 წლის ბიჭი, რომელმაც $10,000 დაკარგა, ხო? და გულსფრელად რომ თქვათ, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ. მესმის, კი. ანუ რატომ უნდა ვისწავლო ფულის კეთება იმ ადამიანისგან, რომელმაც ასეთი კოლოსალური შეცდომა დაუშვა და ამხელა თანხა გამოანიავა? ეს ხომ რაღაცნაირად პარადოქსულია. ერთი შეხედვით კი, შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოს, მაგრამ ფინანსურ სამყაროში სრულიად საპირისპირო ლოგიკა მუშაობს. ფული არასდროს დაურისკავთ. ისინი საუკეთესო სახელმძღვანელოებს წერენ. გეთანხმები, მაგრამ რეალურ კრიზისში მათი თეორიები უბრალოდ ინგრევა. გასაგებია, პრაქტიკა აკლიათ. ზუსტად, როდესაც ავტორი პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე საუბრობს თავის მარცხზე, ეს აჩვენებს, ესე იგი, skin in the game პრინციპს. ანუ საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. დიახ, საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი ბაზრის სისასტიკე. ეს $10,000-იანი ზარალი არ არის უბრალოდ ტრაგიკული ისტორია. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რამაც აიძულა მას უარეყო ტრადიციული არაეფექტური მიდგომები და დაეწყო ძიება თუ რა ამოძრავებს ბაზარს სინამდვილეში. მოიცა. ანუ შენ ამბობ, რომ ეს ტრავმა ფაქტობრივად აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მუშა სისტემა შეექმნა. ეგრე გამოდეს. თუ ამას უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ რეალურ სამყაროში, მარცხი საუკეთესო მასწავლებელია. ცოტა რომ დავფიქრდი, რაღაც მხრივ ლოთი 2-ცა. ეს ალბათ დაახლოებით იმას გავს, აი დანაღმულ ველზე სიარული რომ გინდოდეს ისწავლო? ხო. კი, ჯუსტი ანალოგიაა. ვის უფრო ენდობი თეორეტიკოს ინსტრუქტორს, რომელსაც ნაღმი მხოლოდ დაფაზე აქვს დახაზული, თუ ადამიანს, რომელმაც ველი გადაკვეთა, ერთხელ ნაღმს ფეხი დააბიჯა, გადარჩა და ახლა ზეპირად იცის ყველა საშიში წერტილი. 100% ეგრეა.
მე ვიტყოდი, რომ ის არა უბრალოდ გადარჩა, არამედ ამ მარცხის აუტოპსია ჩაატარა. აუტოპსია. კაი სიტყვაა. ხო, ანუ როცა ამხელა თანხას კარგავ, ორი არჩევანი გაქვს. ან იწყებ ბაზრის დადანაშაულებას, თამაშობ მსხვერპლის როლს და სამუდამოდ მიდიხარ ამ სფეროდან, ან მეორე ვარიანტი. ან სვამ კითხვას, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ისე, რომ მე ფული დავკარგე და ვიღაც სხვამ ეს ფული წაიღო. წიგნის ფუნდამენტი სწორედ რისკების მენეჯმენტია, რომელიც აი ამ ტკივილით არის ნასწავლი. ანუ შეცდომებზე ისწავლა, როგორ არ დაკარგოს ფული. ზუსტად. მან გააცნობიერა, რომ თავარი არა ის თუ რამდენჯერ გამოიცნობ მიმართულებას, არამედ ის თუ როგორ მართავ ზარალს იმ შემთხვევაში, როცა ცდები. გასაგებია. ესე იგი, ტრადიციულმა მიდგომებმა არ გაამართლა და ამან მიიყვანა სრულიად ახალ კონცეფციამდე, რასაც წიგნში უდიდესი ყურადღება ეთმობა. კი, ეგ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. და აქ შემოდის ტერმინი, რომელსაც ახლა მინდა რომ ცოტა ჩაუღრმავდეთ, SMC, ანუ Smart Money Concepts, ჭკვიანი ფულის კონცეფცია. ნამდვილად. იცი რა არის, სანამ ამას წავიკითხავდი, მეგონა რომ ტრეიდინგი იყო უბრალოდ გრაფიკზე რაღაც ხაზების გავლება. აი, როგორ არის ისი? აი, აქ არის მხარდაჭერის ხაზი, აქ წინამდგობის, აქ მოხდება ფასი, აი სხლიტავს და იყიდი. ხო, კლასიკური მიდგომა, რასაც ყველა ასწავლის. ხო და რატომ არ მუშაობს ეს? რა არის ეს SMC კონკრეტულად და რატომ ამახვილებს ავტორი ამაზე ამხელა ყურადღებას? მოდი რა, ძალიან მარტივად დამწყების ენაზე რო ავხსნათ. კი ბატონო. აი ტრადიციული ტექნიკური ანალიზი, რომელსაც ინტერნეტში უფასოდ ნახავს, სწორედ მაგას გასწავლის ხაზების გავლებას. ხო, YouTube-ზე სავსეა ეგეთი ვიდეოები. კი, retail trader-ებს, ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ლაპტოპებიდან ვაჭრობენ სახლში, ასწავლიან, რომ როცა ფასი რაღაც მხარდაჭერის დონეს ჩამოსცდება, უნდა გაყიდონ. და პირიქით, ხო. კი, და პირიქით. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ შენც და მსმენელმაც, რა არის სინამდვილეში ბაზარი? ბაზარი არის ლიკვიდურობის გაცვლა. ლიკვიდურობის გაცვლა ცოტა რთულად ჟღერს. ახლავე აგიხსნი, აქ შემოდის ჭკვიანი ფული, ანუ ინსტიტუციები, ჰეჯ ფონდები, დიდი ბანკები. წარმოიდგინე მსხვილი ინსტიტუცია, რომელსაც სურს იყიდოს თქვათ 500 მილიონი დოლარის აქტივი. ის ვერ შევა ბაზარზე და უბრალოდ ვერ დააჭერს ყიდვის ღილაკს. მოიცა, რატო ვერ დააჭერს? ფული აქვს და იყიდის რა. რა არის ამაში რთული? იმიტომ რომ ბაზარზე ყოველი მყიდველისთვის საჭიროა გამყიდველი. აჰა. თუ შენ გინდა 500 მილიონის ყიდვა, ვიღაცამ ხომ უნდა მოყიდოს 500 მილიონის. კი, ლოგიკულია. ხო და თუ ინსტიტუცია უცებ დაიწყებს ამხელა მოცულობის ყიდვას იქ, სადაც არ არის საკმარისი გამყიდველი, ის თავადვე ააგდებს ფასს კოსმოსში. ანუ თავის თავს გაუძვირებს ფასს. ზუსტად ეგრეა და ძალიან წამგებიან ფასად მოუწევს ყიდვის დასრულება. ამიტომ მათ სჭირდებათ გამყიდველების დიდი მასა. და ახლა კითხვა, სად არის გამყიდველების დიდი მასა? სად? იქ, სადაც retail trader-ებს თავიანთი დამცავი stop order-ები აქვთ განთავსებული, ეგრეთ წოდებული stop loss-ები. აჰა. მოიცა, მგონი ვხვდები, მოდი დავალაგოთ. მიდი. ანუ თუ მე ვარ ჩვეულებრივი ტრეიდერი, ვიყიდე რაღაცა აქტივი და ვფიქრობ, რომ ფასი გაიზრდება, ხო? თავს ვიზღვევ და ვდებ stop orders, ოდნავ ქვემოთ, სწორია? კი, სწორია, რომ ბევრი არ დაკარგო. ხო, რომ თუ ფასი დაეცა, ავტომატურად გაიყიდოს. და შენ მეუფრები, რომ თუ ჩემნაირად კიდევ მილიონი ადამიანი ფიქრობს, იქ იქმნება გასაყიდი ორდერების უზარმაზარი გროვა. ზუსტად. ეს არის ლიკვიდურობის აუზი. ინსტიტუციებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ იციან ტრადიციული ტექნიკური ანალიზის წესებიც. იციან ჩვენ სად ვდებთ ამ სტოპებს. რა თქმა უნდა იციან. ამიტომ ისინი ხელოვნურად აწვევიან ფასს ქვემოთ. აჭრიან ამ შენს დახაზულ მხარდაჭერის ხაზს. retail trader-ებს ურტყამს stop order-ები, ანუ პანიკაში ავტომატურად ყიდიან თავიანთ აქტივებს. ვაუ. და გამოიცანი ვინ დგას იქ და ელოდება ამ იაფ აქტივებს. ეგრევე ყიდულობენ ინსტიტუციები. ზუსტად ეგრეა. ვაუ, ეს ფაქტობრივად манипуляციაა. გამოდის, რომ ტრადიციული ტრეიდინგი არის იმის ცდა, რომ შენი კარტით მოიგო, თან ისე, რომ წარმოდგენა არ გაქვს სხვებს რა უჭირავთ ხელში. კი. ძალიან კარგი შედარებაა. ბრმად თამაშობ. არის მათი სტრატეგია. ეს ციგნი კი თავისი SMC სტრატეგიით თითქოს აი პოკერის თამაშის დროს რენტგენის სათვალეს გააკეთებს. შენ უკვე ხედავ არა მარტო შენს კარტს, არამედ ზუსტად იცი, სად უდევთ ფული ამ ვეშაპებს,
რა უჭირავთ ხელში და ხვდები, როდის აპირებენ ისინი ამ ლიკვიდურობის წაღებას. ეს ძალიან ზუსტი გააზრებაა. წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაც სწორედ ის არის, რომ ავტორი მკითხველს უხსნის არა უბრალოდ რა ხდება, არამედ რატომ ხდება. ეგ არის მთავარი ალბათ. კი, ლოგიკა უნდა გესმოდეს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ მშრალი თეორია. აი, ხშირად ხომ იცი, როცა მსგავს კონცეფციებზე ვკითხულობთ, ავტორები აღწერენ მოვლენას და ჩვენ გვიწევს ჩვენს წარმოსახვაში დავხატოთ, როგორ შეიძლება ეს გრაფიკზე გამოიყურებოდეს. კი, და მე რეალურ გრაფიკზე ვეღარ პოულობთ ხოლმე. ხო. მაგრამ ოთო მამუკაშვილის წიგნში ყველა თემას და სტრატეგიას ახლავს კონკრეტული გრაფიკული ილუსტრაცია. მკითხველი პირდაპირ ხედავს რეალურ საბაზროს ეტაპებს. ანუ თვალსაჩინოა ყველაფერი. კი, კონკრეტულ მაგალითებს ხედავ, თუ როგორ ინადირა ჭკვიანმა ფულმა ლიკვიდურობაზე გუშინ ან ერთი კვირის წინ. ეს ვიზუალური დასაბუთება კრიტიკულად აჩქარებს აღქმის პროცესს. აჰა, ვიზუალური ნაწილი ნამდვილად მაგარია. მაგრამ მოდი ახლა ცოტა ეშმაკის ადვოკატის როლი მოვირგო, შეიძლება? კი ბატონო, მიდი. გისმენ ახლა და ვფიქრობ. კარგი, გასაგებია. ვისწავლე ეს SMC, გავიკეთე ექშენი რენტგენის სათვალე, ვხედავ სად მიდიან ვეშაპები. კი, დახაზე იდეალური გრაფიკიც. ხო, მაგრამ როცა დგება მომენტი, რომ ფული უნდა ჩავდო, აი, მაინც მიკანკალებს ხელი. ანუ რა აზრი აქვს გრაფიკის იდეალურად კითხვას თუ პოზიციის გახსნის წამს პანიკაში ვარდები. ეგ ძალიან ნაცნობი გრძნობა. ან კიდევ, თუ ფასი უდნავად ჩემს საწინააღმდეგოდ წავა და შიშით ეგრევე ვხურავ პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რენტგენის სათვალე მეუბნება მოიცადე, ეს უბრალოდ манипуляციაა. ტექნიკური ანალიზი ხომ მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, არა? ეგ არის ბაზრის ყველაზე დიდი მახე, რომელშიც ტექნიკურად უზადოდ განათლებული ტრეიდერებიც კი ებმებიან. ანუ ცოდნა არ გშველის ყოველთვის. არა. შენ ახლა შეეხე ტრეიდინგის ფსიქოლოგიას, რასაც წიგნში უდიდესი ნაწილი ეთმობა. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ბიოლოგიურად არ არის მოწყობილი ტრეიდინგისთვის. მართლა? რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ევოლუციური ინსტინქტები სრულიად საპირისპიროდ მუშაობს. არსებობს კოგნიტური მიკერძოება, რომელსაც დანაკარგვის მიმართ აუტანლობა ქვია. ინგლისურად loss aversion. გამიგია ეგ ტერმინი, ფსიქოლოგიაშიც იყენებენ. კი, ფსიქოლოგებმა დამტკიცეს, რომ $100 დაკარგვით გამოწვეული ტკიმილი დაახლოებით ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე $100 მოგებით მიღებული სიამოვნება. მოიცა, ანუ ჩვენი ტვინი ფიზიკურად გვებრძვის. დიახ, ფიზიკურად გვებრძვის. როდესაც ტრეიდერი ხედავს, რომ მისი პოზიცია მინუსში მიდის, ინსტინქტი ეუბნება, რომ დაელოდოს. იმედი აქვს, რომ მობრუნდება? ხო, იმედოვნებს, რომ ფასი მობრუნდება, რადგან დანაკარგის დაფიქსირება ტკივილს იწვევს. ის არღვევს რისკ მენეჯმენტს, ხსნის თავის სტოპ ორდერს და იღებს კატასტროფულ ზარალს. და როცა იგებს? აი ეგაა მთავარი. როცა პოზიცია მცირე პლუსში გადის, ტვინი მაშინვე აწვდის სიგნალს სწრაფად დახურე, თორემ ამასაც დაკარგავ. ვაუ! ანუ მოგებას ეგრევე ვჭრით შიშის გამო? ზუსტად. შედეგად ტრეიდერი ზარალს ზრდის და მოგებას ჭრის. ეს არის მათემატიკური თვითმკვლელობა ბაზარზე. ვაუ! ანუ სინამდვილეში ეკრანის წინ მე ბაზარს კი არ ვებრძვი, საკუთარ თავს ვებრძვი, ჩემსავე ინსტინქტებს. 100%-ით ეგრეა. ბაზარი უბრალოდ სარკეა. ახლა ვხვდები, რატომ ამახვილებს ავტორი ამხელა ყურადღებას დისციპლინაზე. ის გასწავლის, როგორ გამოჭედო მენტალური ჯავშანი შიშისა და სიხარბის წინააღმდეგ. სხვათა შორის ხშირად გამიგია ასეთი მიდგომა, აი ვიღაცები ამბობენ ხოლმე, მე ინტუიცია მაქვს, ვგრძნობ ბაზარს, ნიჭი მაქვს. ეგ ყველაზე საშიში ილუზიაა. ხო. როგორც ვხედავთ, ინტუიცია ზუსტად ის არის, რაც დაგღუპავს. რადგან შენი ინტუიცია ადამიანური ინსტინქტებითა ნაკარნახევი. ზუსტად. ინტუიცია ბაზარზე არის ილუზია, რომელსაც ეგო კვებავს. როცა ავტორი წერს საკუთარ ფსიქოლოგიურ ბრძოლებზე, ის გვაჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. წარმატებული ტრეიდერი არ იბადება ნიჭიერი. აბა როგორ ხდება? წარმატებული ტრეიდერი იწვრთნება ყოველდღიური, ხშირად მოსაწყენი რუტინით. მოსაწყენი რუტინა, ეგ არავის უყვარს. არა, მაგრამ აუცილებელია. ეს არის შენივე ემოციების სისტემატიზაცია.
შენ უნდა მიხვიდე იმ კონდიციამდე, სადაც წაგება აღარ იწვევს პანიკას და მოგება აღარ იწვევს ეიფორიას. ანუ რობოტივით უნდა გახდე ცოტა. მაგაცნაირად კი. ორივე არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი შენი სტრატეგიის დღიურში. თუ შენ არ გაქვს ეს მენტალური ჯავშანი, მსოფლიოში საუკეთესო SMC სტრატეგიაც კი ვერ გადაგარჩენს. მესმის. ძალიან კარგად ავხსენით ეს ნაწილი. მოდი ახლა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. როცა უკვე გავიგე ბაზრის მექანიკა, ავითვისე ეს რენტგენის სათვალე და ფსიქოლოგიურადაც რაღაცნაირად მოვემზადე, ჩნდება კითხვა რა ხდება მერე. კი, ეგ ლოგიკური გაგრძელებაა. ხო, იმიტომ რომ წიგნის კითხვას აშკარა ხდება, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთჯერადი სახელმძღვანელო. ავტორი მკითხველს მიუძღვება უფრო დიდი სურათისკენ, აი კრიპტოლაბის ეკოსისტემისკენ. ნამდვილად. წიგნი მხოლოდ კარიბჭეა. კრიპტოლაბის ეკოსისტემა, როგორც წიგნიდან იკვეთება, სრულიად სხვა ფილოსოფიაზეა აგებული. რას გულისხმობ? რითი განსხვავდება? მოდი გავიხსენოთ ისევ ფსიქოლოგია. ტრეიდინგი არის უკიდურესად მარტოსული პროფესია. შენზე ხარ მარტო, შენს მონიტორთან, შენივე ემოციების პირისპირ. კი, ვერავის ელაპარაკები მაგ დროს. და როცა მარტო ხარ, ობიექტურობის დაკარგვა ძალიან მარტივია. ტვინი იწყებს იმის დანახვას, რისი დანახვაც შენ გინდა, და არა იმის, რაც რეალურად ხდება გრაფიკზე. ანუ, მოიცა, როცა მარტო ვარ, შეიძლება საკუთარი თავი მოვატყუო, რომ არა ეს მანიპულაცია არ არის, ახლა ნამდვილად გაიზრდება ფასი, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან მინდა ასე მოხდეს. ზუსტად, მაგას ქვია სურვილებზე აყოლილი აზროვნება. ეკოსისტემაში ყოფნა ნიშნავს ობიექტურ წამოზას. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მეცნიერებაში peer review, ანუ კოლეგების მიერ გადამოწმება. ანუ სხვები გიმოწმებენ იდეებს. კი, როდესაც შენს ანალიზის განიხილავენ სხვა პროფესიონალები, რომლებიც იმავე ლოგიკით, ანუ SMCT აზროვნებენ, ისინი დაგანახებენ შენს ბრმა ზონებს. იქ, სადაც შენ ემოციებს აღყევი, ისინი ცივი გონებით გეტყვიან, რომ ცდები. ძალიან მაგარია. გარდა ამისა, ეკოსისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ განათლებას. ბაზარი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, ის იცვლება მუდმივად. წიგნი გაძლევს ფუნდამენტს, მაგრამ ყოველდღიური დინამიკის აღსაქმელად გჭირდება ცოცხალი გარემო. ეს არის სტრუქტურირებული მიდგომა. ანუ მარტო აღარ ხარ. დიახ, მარტო აღარ ხარ და სწავლობ არა ვიღაცის სიგნალების კოპირებას, არამედ დამოუკიდებელ ანალიზ მენტორების ზედამხედველობით. საინტერესოა. იცი მე ასე დავინახე ეს პროცესი, ახლა რომ გისმენდი. აბა, გისმენ. აი, წარმოიდგინე, რომ ევერესტზე გინდა ასვლა. წიგნი არის დეტალური, ზუსტი რუკა. ის განახებს, სად არის ნაპრალები, სად შეიძლება დაგეწყოს ჟანკვადი შიმშილი. კი, კარგი შედარებაა. მაგრამ მხოლოდ რუკის ქონა ხო არ გაქცევს ალპინისტად? არა, რა თქმა უნდა. ხო, და როცა აერთიანებ ამ წიგნს და მათ ეკოსისტემას, ეს იგივეა, რომ შენთან ერთად მწვერვალისკენ მოდიოდეს გამოცდილი ექსპედიციის გუნდი. მათ აქვთ იგივე რუკა, იგივე აღჭურვილობა და თუ სადღაც ფეხი დაგიცდება, აი ემოციურად დაეცემიან დისციპლინას დაარღვევ, იქ არიან, რომ ობიექტურ რეალობაში დაგაბრუნონ. ზუსტად ეგრეა. და თუ დავფიქრდებით, რა ღირს წიგნი და რა ღირს ის შეცდომები, რისგანაც ის დაგიცავს. ფაქტობრივად, შენ შეგიძლია აირიდო ის $10,000 ზარალი, უბრალოდ სხვისი გამოცდილების გაზიარებით. საბუო ჯერში ხომ იცი, ეს არის ტრანსფორმაცია მოყვარულიდან პროფესიონალამდე. კი ბატონო. აზარტული მოთამაშე ბაზარზე ეძებს ემოციას და მოქმედებას. პროფესიონალი კი ეძებს მოსაწყენ განმეორებად სისტემას, რომელსაც სტაბილური შედეგი მოაქვს. წიგნი ტრეიდერის ევოლუცია ცდილობს მსმენელი, უпроსურად მკითხველი, სწორედ ამ მოსაწყენი, მაგრამ ეფექტური სისტემისკენ წაიყვანოს. კარგით, მე მგონი დროა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული განხილვა, საკმაოდ ბევრი თემა დავფარეთ. კი, ნამდვილად. შინაარსიანი გამოვიდა. ჩვენ დავიწყეთ იმ ძიმე რეალობით, რომ ტრეიდერთა 15% მარცხდება. მერე ვნახეთ, რომ ამ ნაშრომის ფუნდამენტი არის არა უბრალოდ თეორია, არამედ რეალური მტკივნეული ზარალიდან დაბადებული რისკ მენეჯმენტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, ჩვენ შევიხედეთ ბაზრის კულისებში და ავხსენით თუ როგორ მანიპულირებს ჭკვიანი ფული ინსტიტუციების სახით და როგორ ნადირობს ჩვეულებრივი მოთამაშეების სტოპ ორდერებზე ლიკვიდურობის მოსაპოვებლად. ანუ SMC კონცეფცია გავშიფრეთ. ზუსტად. მერე მივხვდით, რომ ადამიანის ფსიქოლოგია, ჩვენი ევოლუციური შიშები, ტრეიდინგის მთავარი მტერია.
და ბოლოს ავინახეთ კრიპტოლაბის ეკოსისტემის როლი ამ ემოციური იზოლაციის დასაძლევად. კი, მოკლედ ყველაფერი ეს ნამდვილად ქმნის იმ 5%-ში მოსახვედრ ძლიერ გზამკლავს შენთვის, როგორც მსმენელისთვის და პოტენციური ტრეიდერისთვის. გეთანხმები, ეს არის სრულყოფილი სურათი იმისა, თუ რას გვთავაზობს ეს მიდგომა. თუმცა, რამე გამოგრჩა? თუ ამ ყველაფერს უფრო გლობალური და სისტემური პერსპექტივიდან შევხედავთ, მიჩნდება ერთი ძალიან პარადოქსული კითხვა, რომელზეც მსმენელმა ალბათ დამოუკიდებლად უნდა იფიქროს. საინტერესოა. რას გულისხმობ? ჩვენ ვთქვით, რომ ჭკვიანი ფული იკვებება 85%-ის, ანუ მასის შეცდომებით და მათი ლიკვიდურობით, ხო? ეგრე ვთქვით. ეგ არის მთელი ლოგიკა. ხო და ინსტიტუციებს სჭირდებათ ბრბო, რომელიც არასწორად ვაჭრობს, მაგრამ რა მოხდება თუ ეს წიგნი და მსგავსი ღრმა მასალები, ეს ეკოსისტემები იმდენად პოპულარული გახდება, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ჩვეულებრივი ტრეიდერი ისწავლის და დაეუფლება SMC სტრატეგიას? რა მოხდება, როცა ბრბო დაიწყებს ვეშაპევით ფიქრს და იმავე რენტგენის სათვალეს მოირგებს? ბაზარს ხომ ყოველთვის სჭირდება წაგებული მხარე? როცა ყველა გაჭკვიანდება, ვინ გახდება ახალი მსხვერპლი? შეიცვლიან თუ არა ინსტიტუციები თამაშის წესებს და შექმნიან ახალ ხაფანგებს თავად SMC-ის ტრეიდერებისთვის? ვაუ! ეგ მართლა ძალიან ღრმა კითხვაა. ეს ნამდვილად აბრუნებს ყველაფერს თავდაყირა. კი, დასაფიქრებელია. ანუ, თუ ყველა მონადირე გახდება, ვინ დარჩება ნადავლად? ნუ თუ ბაზარი მარადიული ევოლუციის პროცესშია, სადაც ნებისმიერი საიდუმლო იარაღი დროთა განმავლობაში თავად ხდება სამიზნე. ეგ არის მთავარი გამოცანა. მართლაც, ამ შესანიშნავი და პროვოკაციული ფიქრით დაგტოვებთ დღეს. გააგრძელეთ კვლევა, არ შეწყვიტოთ ძიება და ყოველთვის დაუსვით კითხვები იმას, რასაც ხედავთ როგორც ეკრანზე, ისე მის მიღმა. შევხვდებით შემდეგ სიღრმისეულ განხილვაზე, დროებით.